10 ნაბიჯი PR გეგმის შესადგენად. ელდარ პირმისაშვილის ბლოგიდან. ნაბიჯი პირველი, კომუნიკაციური აუდიტი. PR გეგმის შედგენისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი თქვენს ორგანიზაციაში მიმდინარე სიტუაციის ანალიზია. კომუნიკაციური აუდიტი მოიცავს ყველა იმ ინფორმაციასა თუ მონაცემს, რომელიც თქვენ უნდა მოაგროვოთ ორგანიზაციის გარეთ თუ შიდა გარემოცვის შესახებ. ნაბიჯი მეორე, პრობლემა და შედეგები. მნიშვნელოვანია პრობლემის დეტალური და კონკრეტული ჩამოყალიბება, რადგან მასზეა დამოკიდებული მთლიანი გეგმის წარმატება. Შეეცადეთ ჩაწვდეთ პრობლემის ძირითად მიზეზს და ზუსტად დაადგინოთ, როგორი დამოკიდებულება ან ქცევაა საჭირო არსებული სიტუაციის სამართავად. პრობლემის მიზეზების დეტალური დამუშავება და ანალიზი დაგეხმარებათ ადვილად იპოვოთ მისი კორექტირებისა და საბოლოოდ აღმოფხვრის გზები. ნაბიჯი მესამე, PR გეგმის მიზნები. ჩამოაყალიბეთ თქვენი PR გეგმის მიზნები მარტივად, კაფიოდ და დამაჯერებლად. დასახული მიზანი უნდა პასუხობდეს კითხვას, რა შედეგი გვინდა მივიღოთ. PR გეგმის მიზანზეა დამოკიდებული მთლიანი კამპანიის წარმართვა. ნაბიჯი მეოთხე, მიზნობრივი ჯგუფების იდენტიფიკაცია. მიზნობრივი ჯგუფების იდენტიფიცირება თქვენი გეგმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თქვენ უნდა ისაუბროთ საჭირო ადამიანებთან. სეგმენტირება ეს არის მომხმარებლების დაყოფა სხვადასხვა ჯგუფების მიხედვით. სეგმენტირება გვეხმარება გავიგოთ მომხმარებლების მოტივები, რათა ჩვენი კომუნიკაცია იყოს უფრო ეფექტური. ნაბიჯი მეხუთე, სტრატეგია. ამდენ წელში თქვენ დაგჭირდებათ სტრატეგიათა გარკვეული რაოდენობის წარმოდგენა, რომელთაგან თითოეული თავად წყვეტს პრობლემას. აწვენ-დაწვენეთ თითოეული განხილული სტრატეგიის დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუ თქვენ შეძლებთ ბიზნესის ყველა რისკისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, ამით კლიენტს არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემთ. დამკვეთს სჭირდება სიცოცხლის უნარიანი გეგმა. მან უნდა იცოდეს ყველა შესაძლო ვარიანტის უპირატესობები და უარყოფითი მხარეები, რათა გადაწყვეტილება მიიღოს არა ემოციაზე, არამედ ფაქტებზე დაყრდნობით. ნაბიჯი მეექვსე, ტაქტიკა. ამდენ წელში კლიენტს ზუსტად უნდა აუხსნათ, რა საკომუნიკაციო ინიციატივებს თავაზობთ მას. ტაქტიკის წარდგენისას დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ უზრუნველყოთ მოკლე აღწერა. განსაკუთრებით გამოყავით აუდიტორია და მისთვის განკუთვნილი გზავნილი. ასევე კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განმარტეთ კონკრეტული ტაქტიკის გამოყენების მიზეზები და მოსალოდნელი შედეგები. ნაბიჯი მეშვიდე, კალენდარი. კალენდარში უნდა აჩვენოთ, რომ გეგმის ყველა დეტალი გაწერილი გაქვთ. იყავით კონკრეტული და ამავდროულად ამომწურავი. კალენდარში შეიტანეთ კონკრეტული თარიღები, პასუხისმგებელი პირები და რაც მთავარია, განსაზღვრეთ PR გეგმის მოქმედების დრო. ნაბიჯი მერვე, ბიუჯეტი. ხარჯების ერთად თავმოყრა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. გაითვალისწინეთ დამკვეთის გამოცდილება საკომუნიკაციო კამპანიების ბიუჯეტირების საკითხში. განაცალკევით თქვენი მოსალოდნელი შემოსავალი სავარაუდო ხარჯებისგან და ორივე სრულყოფილი რაოდენობით წარადგინეთ. საბოლოოდ აჩვენეთ კლიენტს, რა დაუჯდება მას კამპანია და დაასაბუთეთ ხარჯების ეფექტურობა. ნაბიჯი მეცხრე, შეფასების გეგმები. ზუსტად უთხარით კლიენტს, როგორ აპირებთ თქვენს მიერ მიღწეული შედეგების გაზომვას და რა კავშირშია ისინი თქვენ მიზნებთან. ნაბიჯი მეათე, რეზიუმე. ეს გახლავთ თქვენს მიერ შეთავაზებული გეგმების რეზიუმე, რომელიც თავს უყრის რამდენიმე ძირითად საკითხს, რაც დააინტერესებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. PR გეგმის რეზიუმე უნდა მიეწოდოს დამკვეთს PR გეგმის სრული ვარიანტის წარდგენამდე. რჩევები დაგეხმარებათ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში მომუშავე PR სპეციალისტებს. წარმატებულ PR კამპანიებს გისურვებთ.